ჩვენ ქართველი ემიგრანტები ქვეყნის გარეთ და ასევე კანადაში ბოლო რამდენიმე თვეა შევერთით თითქმის ყველა პროტესტს და დავორგანიზეთ სხვა ღონისძიება ტორონტოს მასშტაბით იყო ეს თუ ოტავაში, როდესაც ლაპროტესტებით გაყალბებულ არჩევნებს კანონს უკანონო დაპატიმრებული ადამიანების უფლებებისთვის გამოვდიოდით, ვწერდით პეტიციებს და ასევე მოუწოდებით კანადის როგორც ფედერალურ, ასევე პროვინციულ მთავრობებს, რომ მხარი დაეჭირათ საქართველოსთვის. დღეს მხოლოდ იმას უნდა ამოწმო, არ ვდგავართ რუსთაველზე ყველანი ამ ჩვენ პატრიოტი ადამიანების გვერდით, რომელთა პროტესტი არ გაჩერებულა ბოლო 5 თვეზე მეტია და მიუხედავად უამრავი დაპატიმრებული ადამიანისა, უამრავი ნაცემი ჟურნალისტისა და ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ არ ეპოვება, მაინც ცდილობს რეჟიმი, რომ ეს პროტესტი ჩაახშოს როგორმე. მაინც მჯერა ერთადერთი იმის, რომ შეუპოვა და შეუჩერებელ თანამედროვე პროტესტს ყოველთვის ექნება შედეგი, იმიტომ რომ ეს კანონზომიერებაც არის ეგეთი, რომ ვისაც იბრძვის ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდება, აუცილებლად მიიღებს ამას საზოგადოება. რა თქმა უნდა, ამას ერთ და ორ დღეში ვერ ვიხილავთ, იმიტომ რომ პრაქტიკულად ჩვენ რეჟიმის გარდა ვებრძვით რუსულ ძალას, რომელიც არ ანებებს საქართველოს თავის ბუნებრივ ევროპულ დასავლურ გარემოში განვითარდეს დემოკრატიულად, პლურალისტურად და დაცული იქნას იქ ყველა ადამიანის უფლება. მას უნდა ისეთივე პუნქტი იყოს მის სამეზობლოში, რომელიც როგორც არის თავად რუსეთი, ვითომ იმპერია, მაგრამ სინამდვილეში ჩამოშლილი აგრევები ამ იმპერიისა. მეტი მაქვს თუ საზოგადოების ნაწილი, რომელიც ახლა ჩუმად არის, ოდესმე ისინი მოიყებენ ხმას და დადგებიან ამ პროტესტის გვერდით, განსაკუთრებით დედების გვერდით, რომლებსაც უკვე თვეები და შვილები არ უნახავთ და მათ სასამართლომდე არსებობენ და ცდილობენ მიიქციონ ყველას ყურადღება იქნება ეს საერთაშორისო მედია თუ ადგილობრივი. იმედი მაქვს, რომ ეს ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება.